ყველაზე გლობალური სპორტის სახეობა ფეხბურთი ყოველწლიურად არაერთ დასამახსოვრებელ. შეიძლება ითქვას შოკის მომგვრელ მოვლენებსაც კი გვთავაზობს, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში გონებიდან არ ამოგვდის. ასეთი ფაქტები არც 2024 წელს გვაკლდა, შესაბამისად, წლის ყველაზე არაორდინალურ საფეხბურთო მოვლენებზე BMG-ის რეპორტიორი ირაკლი მოდებაძე გაგვესაუბრება ახლა პირდაპირ ეთერში. ირაკლი, დილამშვიდობისა და გისმით. მოგესალმებით, მიესალმები საქმიანი დილის მაყურებელს. ფეხბურთი როგორც ყველაზე ვრცელი და გლობალური სპორტის სახეობა, ყოველ წელს გვთავაზობს ისეთ кейსებსა თუ მოვლენებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ილექება გულშემატკივრების გონებაში და მასზე ნაწილობრივ გვეფიქრება. ასეთი მოვლენების დიდი ნაწილი უფრო მეტად ნეგატიურ ხასიათს ატარებს იგივე FIFA-ს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2034 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი საუდის არაბეთში უნდა ჩატარდეს. ეს ცხადია, ჯანსაღი წესით მიღწეული შეთანხმება არ არის, ვინაიდან მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს ფინანსური მოგების ხოლო არაბებს დასავლეთში გავლენების გაღრმავების მიღების სურვილი ამოძრავებთ. დღეს ხუთი ასეთი ამბავი მოგიმზადეთ, რომლის გაგონებისთანავე მინიმუმ უხერხულობის და გაკვირვების შეგრძნება დაგრჩებათ. მეხუთე ადგილზეა კონტრაქტის ყველაზე უცნაური გაწყვეტა. თებერვალში სტამბოლურმა ბეშიქტაშმა კონტრაქტი გაწყვეტა საკუთარ აღზრდილ ნახევარმცველ ემირხან დელიბაშთან, რის მიზეზიც გასაცნობ სოციალურ ქსელ ბამბლზე აკაუნთის შექმნა გახდა. გუნდმა ის ფეხბურთზე არასაკმარის კონცენტრაციაში დაადანაშაულა, მოთამაშე კი ამბობდა, რომ ოჯახი რომ მხოლოდ ოჯახზე იფიქრებდა, ამ შემთხვევაში კი აპლიკაციაში პოტენციურ საცოლეს ეძებდა. გულშემატკივრმა ბეშიქტაში გააკრიტიკეს, რადგან ფეხბურთელებს საკუთარი საქმიანობის გარდა პირად ცხოვრებაზე ფიქრისა და აქტივობის საშუალება უნდა ჰქონოდათ. კლუბს კი ამ შემთხვევაში ზედმეტად მკაცრი პოზიცია ჰქონდა დაკავებული. 21 წლის ფეხბურთელს რეალურად არაფერი დაუშავებია და სოციქსელის საშუალებით ადამიანის გაცნობის შესაძლებლობების გამო კონტრაქტის გაწყვეტა ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილებაა, რომელიც მოლაპარაკებითა და გარკვეული შენიშვნების მიცემის შესაძლოა მოგვარებულიყო. მეოთხე ადგილზეა ჩელსის სატრანსფერო პოლიტიკა. ამ საკითხზე მას შემდეგ ვსაუბრობ, რაც გუნდი ამერიკელმა ტოდ ბოელიმ შეიძინა და მარგალიტები არც გასულ სატრანსფერო კამპანიაზეც მოკვლებია, განსაკუთრებით კი მეკარის პოზიციაზე. კლუბი მთლიანად მწვრთნელ ენცო მარესკას უნდა უმადლოდეს ცხრილში ამჟამინდელ მეორე პოზიციას, რომელმაც 29 ფეხბურთელის ყოლის გამო სერიოზული საკადრო გადაწყვეტილებები მიიღო და კონტინგენტი, როგორც ჩანს, ხარისხიანად გადაარჩია. ზაფხულის კამპანიისას გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩელსიმ 20 მილიონად გენკისგან შეიძინა მეკარე პენდერსი, რომელიც რიგით მეცხრე გოლკიპერი იყო გუნდში და მათგან არც ერთი ვარსკვლავური დონის. ცხადია, მათი ნაწილი პროგრესის მისაღწევად არენდით გაანადგურეს, მაგრამ მთლიანად ეს ქმედებები მიანიშნებს იმაზე, რომ კლუბს სამოქმედო სტრატეგია არ გააჩნია. 2022 წლის შემდგომ, რაც გუნდს ბოელი ჩაუდგა სათავეში, მათ ტრანსფერებზე 1.3 მილიარდი ევრო დახარჯეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, საიდანაც 93 მილიონი 5 მეკარეზე მოდის. არადა ამ თანხად ერთი უმაღლესი კლასის მეკარი შეძენა თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა ლურჯების ლოგიკა რაში მდგომარეობს ამ დრომდე ამაუხსნელია. მესამე ადგილზეა რომაული განუკითხაობა. რომაში გასულ წელს ყველაზე ცუდი კორპორატიული მმართველობა იყო და სიტყვა გიჟური კლუბის ხელმძღვანელების მისამართით კომპლიმენტურადაც კი შეიძლება ჟღერდეს. იანვარში პოზიციიდან გაათავისუფლეს მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელმაც გუნდი კვლავაც თავის დონეზე დააბრუნა და ცხრილში უმაღლეს პოზიციებს იკავებდა. წასვლისას პორტუგალიელმა თქვა, რომ რომას მმართველობაში უცოდინარი ადამიანები ისხდნენ და ყველაფერს კლუბი მალე მოიმკიდა. მის ნაცვლად კლუბის ლეგენდა დეროსი დანიშნეს, რომელმაც ასე თუ ისე საქმეს თავი კარგად გაართვა და ევროპა ლიგის ნახევარფინალამდეც მივიდა. ამავდროულად ჩემპიონატშიც მე-6 პოზიცია დაიკავა. ზაფხულში ტრანსფერებზე 92 მილიონი დახარჯეს და მიზნად დაისახეს მინიმუმ 4 ხელში მოხვედრა. პირველივე მინი კრიზისის დროს, როცა 4-დან 3 მატჩი ვერ მოიგო დანიელე, მის კლუბი და გაათავისუფლეს. მის ნაცვლად მწვრთნელის პოზიციაზე ივან იურიჩი დანიშნეს, რომელიც საერთოდ არ შეესაბამებოდა რომას სათამაშო სპეციფიკას. საბოლოოდ ისევ კრახი მივიღეთ და პოსტიდან იურიჩიც გადააყენეს და სასოწარკვეთილმა მფლობელებმა დასრულებული კარიერიდან მოაბრუნეს კლაუდიო რანიერი, რომელმაც უარი ვერ უთხრა თავის უსაყვარლეს კლუბს და ამჟამად საშუალო დონეზე ათამაშებს. გარანტია კი მასაც არ აქვს, რომ შუა სეზონის დროს არ გაათავისუფლებენ. სიტუაცია ასეთია, რომში ფული საკმარისზე მეტი აქვთ, მაგრამ თამაშის სპეციფიკა არავის არ ესმის. მეორე ადგილზე არიან პროფესიონალი მსაჯები. ზოგადად მსაჯობა ყველაზე დაუფასებელი პროფესიაა, თუ კარგად შეასრულებს შენ საქმეს, არავინ არაფერს გეტყვის, ხოლო თუ ცუდად შესაძლოა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც კი გახდე. წელს გამოსარჩევი იყო ის ფაქტი, რომ მსაჯები საკუთარ სიმპათიებს აშკარად აფიქსირებდნენ. ინგლისელი არბიტრი დევიდ კუტი თავის საქმიანობას ჩამოაშორეს მას შემდეგ, რაც წლების წინ გადაღებული ვიდეო გავრცელეს, რომელშიც ლივერპულისადმი ზიზღზე საუბრობს და მაშინდელ მწვრთნელ იურგენ კლოპს ამპარტავანსა და ნაძირალას უწოდებს. ვიდეოს გადაღებამდე და შემდეგაც დევიდი ლივერპულის თამაშებს მსჯიდა
და ყოველთვის შეცდომებს მერსესაიდელების საწინააღმდეგოდ იღებდა. ზოგჯერ კი პირდაპირ მოედნიდან და ზოგჯერ ვარის ოთახიდანაც. არადა ის 2018 წლიდან მუშაობდა ინგლისში და ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ არბიტრადაც მიიჩნეოდა. ინგლისში არბიტრები მსაჯობაზე პასუხისმგებელ ორგანო PGMOL-თან ვალდებულები არიან, აცნობონ თუ რომელ გუნდს უჭერენ ხარს. ნოტინგემში დაბადებული კუტი ნოტინგემ ქაუნთის გულშემატკივრად იყო დარეგისტრირებული და შესაბამისად მას ამ კლუბის მატჩებზე მუშაობა ეკრძალებოდა, თუმცა არა საზულველზე, რის გამოც ლივერპული სერიოზულად აზარალა. კუტის სამსაჯო საქმიანობას ჩამოაშორეს, თუმცა ლივერპულმა დაკარგული ქულები და შესაძლოა ტიტულები ცხადია უკან ვეღარ დაიბრუნა. პირველ ადგილზე კი ტოქსიკური ვინისიუსია. გულშემატკივრების მხრიდან ვინისიუსის მიმართ სიძულვილმა პიკს მიაღწია. ამაში დამნაშავე თავად ბრაზილიელია, რომელიც ემოციებს ვერ თოკავს და მეტოქე ფეხბურთელებსა თუ გულშემატკივრებს ისე ექცევა, როგორც საკუთარ მტერს. ხშირად აფორმებს სიმულაციის საშუალებით მომენტებს ეჩხუბება მსაჯებს, თუმცა მოთამაშეები მაინც ფიქრობენ მასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას. იგივე რეალის უამრავ გულშემატკივარსაც კი შესძულდა ბრაზილიელი, რასაც ოქროს ბურთის ცერემონიალთან დაკავშირებული სკანდალის დაემატა. ვინიმ წინასწარ დაჯავშნა პარიზში გასართობად ტერიტორია, რადგან იცოდა, რომ ის იგებდა ოქროს ბურთს, თანაგუნდელებს ამ ისტორიული დღისთვის როლექსის ბრენდის საათებიც დაპირდა, თუმცა საბოლოო ცერემონიალამდე რამდენიმე საათით ადრე გაიგო, რომ გამარჯვებული ესპანელი როდრი ხდებოდა, რის გამოც თელმა კლუბმა ბოიკოტი გამოუცხადა ღონისძიებას. ასეთი ქცევებით ვინისიუსი ნამდვილად უკანასკნელი რამდენიმე წლის ყველაზე საძულველი ფეხბურთელია და საკუთარი იმიჯის ცვლილებას არც კი განიხილავს. ტოქსიკურობა მოქმედებს არა მარტო გარშემომყოფებზე, არამედ მასეც, რაც ხელს უშლის მისი პოტენციალის სრულად გამოვლენას. მეტიც, რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც კი განიხილავს მსგავსი ქცევების გამო საჭიროების შემთხვევაში მასთან განშორებას, ასე რომ ბრაზილიელი თუ კი არ დაღვინდა და არ დაიწყო საკუთარი ემოციების კონტროლი, ის დიდი ალბათობით საკუთარ კარიერასაც კი გაწირავს. ირაკლი, მადლობა მიმოხილვისთვის. ირაკლი მოდებაძე სპორტის მიმართულების ჟურნალისტი იყო ჩვენთან ერთად.